გამარჯობა სუფრის ყოლის მაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ისევ და ისევ დესერტს და ისევ და ისევ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დესერტს მსოფლიოს გარშემო. ეს დესერტი ყველაზე მეტი იჭმევა სეზამის ქუჩაზე და ამ დესერტს თავისი მონსტრიც კი ყავს. ეს დესერტია, რომელსაც თუ მომამზადებთ, თქვენი სამზარეულო აივსება ისეთი სურნელით, რომლის სურნელიც დაატკბობს მთელ სამეზობლოს. ეს დესერტია, რომელიც უყვარს ბებიებსაც, ბაბუებსაც, დედასაც, მამასაც, შვილებსაც და შეგიძლიათ რომ ნებისმიერ ადამიანს მოაწონოთ თქვენი თავი ამ დესერტით. ეს დესერტია, რომელიც თუ ოდესმე გიცდიათ გამოცხობა, პირველი თუ ყოფილა ბრაუნი, აუცილებლად მეორე ყოფილა ეს დესერტი. არ ვიცით მივხვდით თუ არა, მაგრამ ჩვენ დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება ქუქიებს, ანუ ორცხობილებს. როგორც მანამდე ვახსენე, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ორცხობილას და ეს ორცხობილა იქნება ისეთი, რომელიც აუცილებლად გინახიათ ფილმებში თუ მულტფილმებში. ეს იქნება chocolate chip cookie, როგორც ამერიკელები ეძახიან და იქნება შოკოლადის ნატეხები და იქნება ძალიან ფაჯი და რაღაცნაირი გუი. არ ვიცი ქართულად როგორ არის და თუ ვიცით დაგვიწერეთ კომენტარებში. ასევე სამ კომენტარს დაგვიწერეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგულაიქეთ ეს ვიდეო და დაგვიდრქით გვერდში რომ ერთად დავახშენოთ სუფრის ყოლის არხი. ამიტომ ეხლა აღარ გავწელოთ ჩვენი სამზადისი და ნელ-ნელა გადავიდეთ კეთებაზე და ჯერ ჩამოვთვალოთ ინგრედიენტები. დაგჭირდებათ 200 გრამი კარაქი, 150 გრამი თეთრი შაქარი, 250 გრამი ყავისფერი შაქარი, 2 ჩაისკოზი ესპრესოს ხვნილი, 1 ჩაისკოზი სოდა, 1 ჩაისკოზი მარილი, 1 ჩაისკოზი ვანილის ექსტრაქტი, 200 გრამი შოკოლადი, 350 გრამი ფქვილი და 2 ცალი კვერცხი. რაც შეეხება კარაქს, კარაქი პირველ რიგში უნდა დავწვათ, იმიტომ რომ რაღაც ეს ბოლო პერიოდად ძალიან პოპულარული გახდა დამწვარი კარაქი და მართლა ძალიან გემრიელი და ძალიან საუცხოო გემო აქვს დამწვარ კარაქს. ამიტომ ჩავდოთ ახლა ან ქვაბში, ან პატარა ტაფაზე და გავაყავისფროთ და გავაოქროსფროთ ჩვენი კარაქი. საშუალოდ გახურებულ ქვაბში ჩავაგდოთ კარაქი და ხშირი მორევით გავადნოთ. დაახლოებით 2-3 წუთში აკაფდება და დაიწყებთ გაოქროსფერებას და მერე მოხსნათ ცეცხლიდან. უნდა მიიღოთ ესეთი ოქროსფერი და ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ძალიან არ დაიწვას კარაქი. ხშირი მორევით უნდა მიიღოთ ოქროსფერი ფერი და როცა აუშვებს სასიამოვნო კარამელის და სასიამოვნო სურნელს, მაშინ გადმოდგა ცეცხლიდან. ეხლა გადავიდეთ სხვა ინგრედიენტებზე. დიდი ჯამში ჩაყარეთ ყავისფერი შაქარი, თეთრი შაქარი, ესპრესო, მარილი, ასევე დაასხით ვანილი და დავასხოთ ზემოდან მანამდე გაოქროსფერებული კარაქი. კარგად ამოურიოთ და შემდეგ დავამატოთ 2 ცალი კვერცხი და ისევ კარგად გავტკიფოთ. ცოტა ხანი ეს მასა გვერდით გადავდოთ და ავიღოთ ფქვილი და ჩავყაროთ შიგნით სოდა და კარგად ამოურიოთ, რომ გადანაწილდეს. შემდეგ ეს ფქვილი გადაურიოთ მანამდე მოზადებულ კვერცხიან მასას და კარგად ამოურიოთ და უნდა მიიღოთ აი ესეთი წებუანი მშრალი ცომი. ჩვენი ცომი უკვე მზად არის და ეხლა დროა რომ შოკოლადის დავჭრათ და გადაურიოთ მერე ცომში. შოკოლადი დაჭერეთ ისე როგორც მევჭრი, ან უფრო მსხვილად, თუ გინდათ რომ უფრო მეტად იგრძნოთ ქუქიებში. დაჭრილი შოკოლადი ჩაყარეთ მანამდე მომზადებულ მასასთან და კარგად გადაურიოთ, რომ ყველგან გადანაწილდეს შოკოლადები. ეს ჩვენი ორცხობილი ცომი და უკვე მზად ვარ გამოვაცხოთ, ამიტომ გაახურეთ თქვენი ღუმელი 180 გრადუსზე და ვაცხობ დაახლოებით 15-20 წუთი. და ეხლა კიდე დავაფორმიროთ. ამოწონეთ დაახლოებით 100-115 გრამიანი ცომი და დააბურთავეთ როგორც ვიდეოში ანაჩვენებ. ცომებს შორის დატოვეთ დიდი მანძილი, რადგან ცხობისას გაიწევს. ესე ჩვენი ორცხობილები და დიდი ადგილები დავუტოვეთ, რადგან მე უნდა გაიშალოს და ერთმანეთს რო არ მიეკრას. და ეხლა შევაგდოთ როგორც მანამდე ვახსენეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი. სანამ ორცხობილი ცხება, თქვენთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს. აპლიკაცია რო აქტიურია და ქულების აგროვება შეგიძლიათ ისე ეგ უკვე იცით, მაგრამ ეხლა სიახლე კოკაკოლას და თამაშდება 23 მარტის საქართველოს სომხეთის თამაშის ბილეთები. და თუ მოხვდებით ლიდერბორდში და იქნებით ტოპ 30-ში, თქვენ მიიღებთ საჩუქრად ბილეთებს და იმისთვის რომ მოხვდეთ ლიდერბორდში, საჭიროა რომ ისევ ყურადღებით იყოთ ყვითელ თავსახურებთან და შეიყვანოთ თავსახურზე მოთავსებული კოდი აპლიკაციაში და დაგროვოთ ქულები. თუ იქნებით 30-ში, დაესწრებით ჩვენთან ერთად საქართველოს სომხეთის თამაშს. მგონი არ არის გამოსწორებული თამაში. წუთი გავიდა, გამოცხო ჩვენი ორცხობილები. სანამ გავსიჯავთ, უნდა გავაციოთ და ასევე უნდა გავაკეთოთ რომ კარგად დაჯდეს და გაიშალოს. გავაციოთ დაახლოებით 20 წუთი, 9 საათი, რა ცოტა შეიკრას, იმიტომ რომ ძალიან რბილი არის. მივირთვა და გავსინჯოთ ჩვენ საბუკასთან ერთად. კიდე ერთი შენიშვნა და ერთი პატარა ტიპი, რომ რაც ახლა ხელით გავაკეთოთ, ყველაფერს გაკეთება შეგიძლიათ მიქსერით. თუ დაგეზარებათ ხელით გაკეთება, შეგიძლიათ რომ მიქსერითაც გააკეთოთ. ამიტომ ველოდებით ახლა 20 წუთს. და სანამ მოწუს ველოდებით, პატარა ფაქტი ისტორიიდან. იცოდით რომ ორცხობილები სრულიად შემთხვევით შეიქმნა, რადგან შუა საუკუნეებში ამ ცხობელები, როცა დიდ დესერტებს აცხობდნენ, პატარა ცომის ნაწილს იღებდნენ და აგდებდნენ ღუმელში, რომ შეემოწმებინათ ტემპერატურა. შემდეგ ცხობელები მიხვდნენ, რომ პატარა ორცხობილები თუ პატარა ნამცხრები ისე ძალიან კარგი და ჭმევადი იყო და გადაწყვეტეს, რომ ამ პატარა ზომის ნამცხრები გამოვიცხოთ და დაერქვათ ორცხობილი. ეს შეიქმნა ქუქიები.
ეხლა დაახლოებით 2 წუთი გავიდა და შეგვიძლია უკვე დავაგემოვნოთ ჩვენი კუქიები. მაგრამ შეგიძლიათ ცხრათაც მიირთვათ, თქვენზეა დამოკიდებული და ამიტომ ეხლა დავუძახებთ ჩვენს შესანიშნავ განსაკუთრებულ ვარსკვლავ საბა ჩერქეზიშვილს, რომელიც უკვე ბუმბერაზი ინფლუენსერია TikTok-ზე. გამარჯობა საბა და დღეს დააგემოვნებს ჩვენი საბუკა პირველი. ძალიან გამიხარდა დაბრუნება, მიხარდა თქვენი თბილი კომენტარები, აი 3 კომენტარი რომელიც იყო ყველა წავიკითხე და ძალიან დიდი მადლობა. ამივეს მივახსოვებთ და არ დაგივიწყებთ. გაუსვამეთ გულები. იო, კაი. ხო, ეხა არ გვაქვს ისა ქვია. აბა ძალიან უყვარს ისა ცივი ცხელი. ცივი ცხელი. ცივი ცხელი, ნაყინი არ გვაქვს. არა, შენ ყელი გაგაცებული და არ შეიძლება შე. პირველი დააგემოვნებს ახლა საბა და ვნახოთ მისი პირველი აქცია როგორ იქნება. ფილია დამწვარი კარაქის სუნი ციგრძნობა. დამწვარი კარაქის სუნი, არ ვიცი. კი, რა რაღაცნაირი სუნი რო კარაქის. აი, დინკით. ამა დავიწყე. ჩივის. მაგარია. ნო. შოკოლადი მალოჩინი რო ჩავდოთ. შეგიძლია. მომწარე შოკოლადი მიყვარს მე. ძალიან ტკბილი რო აღარ გამოდის, კაია. ესე მოიხრაწუნა, ძალიან გემრიელია. ეგრე? ნო, გემრიელია. მაგარია. მიდაოდ. აი მე ხო მიყვარს ძალიან ტკბილი. მალოჩინი შოკოლადს მივცემდი შიგნით. მე არა. წვრილად რო არ დაგვეჭრა. და დიდი ფილები რო ჩაგვედო. მოხდა მაგას ჭირდება ისინი რა, ღილები. ღილებს ეძახიან, ეფექტური არის შოკოლადი ამოდოს. ეხლა მეწილად უფრო გასულიათ სომში და პატარა სეგმენტებად გვხვდება რა შოკოლადი. მაგრამ დიდად თუ იზავთ, უფრო მეტად შეგვხვდება და უფრო დომინანტი იქნება შოკოლადი. და კარგი თან თვითონ ტექსტურულად ძალიან რბილი არის. ფაჯი თუ გიყვართ თვითონ კუქიები ეგეთი არის, არ არის ძალიან მარტო შაქარი და მარტო ისა ქვია თხელი რო არის ხოლმე და ისეთი ძალიან ტეხვადი არ არის. და წესიდან მოგეწონათ. რავი, ჩემი აზრით ერთ-ერთი წესი ძალიან მოგეწონებათ. იდეალური კუქი არის. კი, ჩემი იდეალური კუქია მე თუ მკითხავ. ესპრესო პაუდერი რო აქვს, ცოტა სიმწარეს აძლევს და თუ აგეთ რომ ცოტა მწარე გემოქონდეს და ეს ყავის გემოქონდეს, შეგიძლიათ რომ ესპრესო ამოუღოთ. მაგრამ მე გირჩევთ რომ ქონდეს იმიტომ რომ უფრო მდიდარ გემოსაძლევს, როგორც დამწვარი კარაქი ესა ესპრესოს. ესპრესოს დავტოვებდი და მალოჩინი შოკოლადს ჩავსვავდი. მოგწონთ ესეთი მარტივი დესერტები და მარტივი რეცეპტები, თან ამავდროულად კარგი დესერტები, მაგრამ მარტივი. დაგვიწერეთ კომენტარებში, კიდე გინდა თუ არის რაღაცები გავაკეთოთ და გითხარით რა გავაკეთოთ. გამოეწერეთ ჩვენი არხი. დალაიქეთ ეს ვიდეო, გააქტიურეთ ზარისღილაკი და გახსოვდეთ, რომ ერთი კლიკი თქვენთვის ერთი კლიკია. ჩვენთვის კი არ მახსოვს. ძალიან მნიშვნელოვანია. ნო, ამიტომ ერთად დავაშინოთ სუპრის კოდეს არხი. სუპრის სკოლის პატარა სოფელი. ბაი.